მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ათვლის ახალი წერტილი ოპოზიციისათვის გასვლა რეგიონებში და მზადება მორიგი ეტაპისთვის. 9 აპრილიდან 26 მაისამდე როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები დათქმულ თარიღამდე და ამ დღის შემდეგ. რადიკალიზაცია თუ დიალოგი და მოლაპარაკებების გაგრძელება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის არჩევანი. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. მზადყოფნა დიალოგის მეორე რაუნდისთვის თუ რადიკალური საპროტესტო აქციები. ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური არჩევანი აქციებიდან 42 დღის შემდეგ. რა თემები შეიძლება გახდეს კონსულტაციების საგანი და რა რეკომენდაციები აქვს ევროკავშირს? ვაშკაცობა ამ ქალაქში ვისწავლეთ და დღეს ამას აქ ვხედავ. ნამდვილად ვხედავ. სამეგრელო თუ არ გავაშკაცდება, როგორც ისტორიულად იყო, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. ქართული პოლიტიკური ძალები და პარტიები უნდა შეთანხმდნენ. ყველა ინიციატივა მხარეების მხრიდან უნდა წამოვიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს. პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლო სცენარი და განსხვავებული შეფასებები. დავით უსუფაშვილი, დავით დარჩიაშვილი, გურამ ჩახვაძე, პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის ასევე პირველი სტუმარი გახლავთ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ალიანსი საქართველოსათვის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი. საღამოშვიდობის ბატონ დავით. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ დავით, რეგიონებში გასვლის პარალელურად და 26 მაისისათვის სამზადისის პარალელურად ოპოზიცია ისევ იწყებს ქუჩების გადაკეთებას დედაქალაქში. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა იმას, რომ ოპოზიცია დღესაც თვენახევრიანი აქციების შემდეგ ისევ იმავე გზით და იმავე მეთოდით მოქმედებს? ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იმავე გეგმით და იმავე მიზნით მოქმედებს, რითიც დაიწყო ეს აქციები. ამასობაში ჩვენ არასდროს არ გამოგვირიცხავს ჩვენი მოქმედების არსენალიდან არაფერი, ის რაც ჩდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ამიტომ 26 მაისისთვის მზადება ეს არ არის ერთადერთი თემა, რითიც ჩვენ ვართ დაკავებული. პერმანენტული აქციები გრძელდება იმ ადგილებში, სადაც საკნებია განთავსებული. იყო ძალიან სერიოზული აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, იქნება სხვაგანაც 26 მაისამდე. 26 მაისი ჩვენ წარმოგვიდგენია როგორც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ პროცესში და ბუნებრივია ეს აქციები ამ მიზნებსაც ემსახურება. ეს მე რამდენი მნიშვნელოვანი ეტაპია უკვე ოპოზიციისთვის ბატონო? იქნება რამდენი საჭირო იქნება. დასახელდა გადამწყვეტი ეტაპი, ჯერ კიდევ მაშინ სახელდებოდა გადამწყვეტი დღეები, სანამ დაიწყებოდა მასშტაბური აქციები. ჩვენ ხელისუფლებას და პირადად მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ვერ გავეჯიბრებით, რომელიც ყოველდღე აცხადებს, რომ პირველად საქართველოში რაღაცა ხდება, რომ ესაა უმნიშვნელოვანესი ამბავი, რომ მას ესა თუ ის რეგიონი თუ ესა თუ ის სოფელი ეს იზღვრება ყოველღამე და ასე შემდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი დღე. რა თქმა უნდა, 26 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია, ის მნიშვნელოვანია როგორც თარიღი, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის მიუხედავად პარტიული კუთვნილების არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირსახსოვარი დღე ჩვენს ისტორიაში, რომელსაც სათანადო აღნიშვნა და დაფასება ჭირდება. მაგრამ ეს დღე პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან. ჩვენ დღეს გვაქვს კვლავ სახელმწიფოების პრობლემა და ამიტომ 26 მაისს ერთი მხრივ იქნება ზეიმი, ეს იქნება ზეიმი მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს უპატრონონ. მეორე მხრივ იქნება პროტესტი იმ ხელისუფლებისადმი, რომელიც ქვეყანას სწორედაც რომ ვერ პატრონობს და ამიტომაა იგი შესაძლებელი. თქვენ განაცხადეთ, რომ მიზანი არ შეცვლილა და ამ მიზნისკენ ისევ მიდიხართ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში 42 თუ 43 დღეა ოპოზიცია ამ რეჟიმშია, მიმდინარეობს ქუჩის აქციები, ხელისუფლება ისევ არ ცვლის თავის პოზიციას. რა მიიღო ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციამ და რის შეცვლას აპირებს 26 მაისით? პირველ რიგში რა შეიცვალა ამითი თუ რა გაიგო ამითი ხელისუფლებამ? ჩემი აზრით ძალიან ბევრი რამ გაიგო. თუ შევადარებთ ჩვენ დღევანდელ მდგომარეობას, თუნდაც 2-3 თვის წინანდელ მდგომარეობასთან, თქვენ გახსოვთ ხელისუფლება მაშინ საუბრობდა იმაზე, რომ მაქსიმუმი, რაზეც ჩვენ შეიძლება ველაპარაკოთ დღეს უკვე რადიკალურად მონათლულ, მაშინ ჯერ კიდევ არასაპარლამენტო ოპოზიციას გვეძახდნენ, ეს იყო საარჩევნო კოდექსის მუშაობის წელიწადნახევრიან პროცესში მონაწილეობა. ანუ მეტი ჩვენ ამ ხალხს რაზე ვესაუბროთ. დღეს ხედავთ, რომ ხელისუფლება იძულებულია ძალიან ბევრ სხვა თემაზეც მზად იყოს საუბრისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ ხალხთან ერთად აჩვენა,
რომ ეს არის სერიოზული ძალა, რომელიც ანგარიშგასაწევია ხელისუფლებისთვის და რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს ამ ძალას. თუ კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება უკვე მზად არის გარკვეულ საკითხებზე დათმობისთვის და ამ საკითხების ოპოზიციასთან ერთად განხილვისთვის, რატომ არ მიდის მაშინ ოპოზიცია ამ საკითხებზე მოლაპარაკებისთვის, რატომ რჩება მოვლენები იმავე რეჟიმში? ერთ-ერთი კლიშე, ისევ და ისევ ხელისუფლების მხრიდან დანერგილი და მაგალითად მე არ ვიცი რა დრო და ყურადღება დაეთმო ამა თუ იმ ეთერში ოპოზიციის მხრიდან იმ შეთავაზებას, რაც ჩვენ ხელისუფლებას გაუგზავნეთ 6 პუნქტიანი დოკუმენტის სახით. ეს მოხდა 3-4 დღის წინ და ის ფაქტი, რომ ხელისუფლება თავად არ არის მზად არანაირი დიალოგისთვის და არანაირი მოლაპარაკებისთვის დაადასტურა იმანაც, რომ ამ ტექსტზე, ამ დოკუმენტზე უბრალოდ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მზად ჩვენ ვართ სალაპარაკოდ და არა ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება სალაპარაკო არაფერი აქვს. ეს 6 პუნქტიანი დოკუმენტი თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ის მთავარი მოთხოვნები, რა მოთხოვნების გარშემო შეჯერდა მთლიანად ოპოზიცია ბატონ დავით. თავდაპირველად, როდესაც ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით და არა საჯარო ოპოზიციის განცხადების შემდეგ, თავდაპირველად მოყვა ერთგვარი განსხვავებული შეფასებები ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერის მხრიდან, მეტიც ზოგიერთი მათგანი თავსაც კი იკავებდა ამ საკითხზე გაეკეთებინა ამ 6 პუნქტიან დოკუმენტზე კომენტარი. ეს არის ოპოზიციის საერთო გეგმა. ეს არის ოპოზიციის საერთო დოკუმენტი, მიღებული ოპოზიციის იმ ყველა ლიდერის მონაწილეობით, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ყველა სიტყვა და ყველა წერტილი არის შეთანხმებული ყველასთან და გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ყველა დაეთანხმა. დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამოდენიმე დღის განმავლობაში და დოკუმენტის გამოქვეყნებაც მოხდა მას შემდეგ, რაც დოკუმენტმა მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რაც საჭირო ოპოზიციის შიგნით გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ამაშია საქმე, რომ დოკუმენტის შინაარსზე კი არ კეთდება აქცენტი ხელისუფლების მხრიდან და ისევე მეორე არც ანალიტიკოსების მხრიდან, არამედ იმაზე, რომელ ლიდერს რა ტიპის გაუმეტყველება ქონდა ამაზე თუ იმ თემაზე საუბრისას. დოკუმენტის შინაარსით ვისაუბრობთ, უბრალოდ მე გეუბნები განვლილი 4 დღის განმავლობაში, მე აღნიშნა მინდა უბრალოდ ფაქტია ეს. განვლილი 4 დღის განმავლობაში ამ თემაზე თავს არიდებს საუბარს როგორც ხელისუფლება, ისე სახელისუფლებო მედია. კითხვა ისმის რატომ? ამდენი ხანი ხო იმაზე იყო საუბარი, ოპოზიციას არ აქვს თემები, არ აქვს მოთხოვნები, არ აქვს სხვა საკითხები გადადგომასთან ერთად. აბატონო 6 პუნქტში არის 27 საკითხი გაშლილი კონკრეტული საკითხები. თვითონ ოპოზიციის ლიდერებისგან შეიქმნა შტაბ-ბეჭდილება თავდაპირველად, როდესაც საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდზე დაიდო ეს დოკუმენტი, რომ ამაზე ვერაფერს გეტყვით, ვის განაშტაბეჭდილება შეიქმნა. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტზე არ საუბრობს, იმიტომ რომ მას სასაუბრო არაფერი აქვს, იმიტომ რომ ამ დოკუმენტში სწორედ რაზეა საუბარი. ხელისუფლებამ გითხრა, აგერ არის 5 პუნქტი, ხო, 5 თემა რეფორმისთვის. ჩვენ ვეუბნებით, სწორია, ეს 5-ვე რეფორმა ჩასატარებელია, ამ 5-ვე რეფორმის ჩატარებისთვის დასაწყებად გთავაზობთ კონკრეტულ წინადადებებს. საარჩევნო გარემოა გასაუმჯობესებელი, კი ბატონო შევცვალო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პოლიტიკური ზეწოლისგან მოქალაქეებია გასათავისუფლებელი, სწორია. ამას გეუბნები სწორედ. ხელისუფლება გვეუბნება ზოგადად რეფორმაზე სასაუბროდ სადღაც დავსხდეთ. ჩვენ ვეუბნებით რეფორმის დასაწყებად რეალური ნაბიჯები გადადგით და მერე დავიწყოთ რეფორმა. ამასოდეს შემთხვევითი არ არის რომ ხელისუფლება 5 პუნქტს თავაზობს და ჩვენ 6. იმიტომ რომ პირველი პუნქტი ჩვენს დოკუმენტში არის ვადამდელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნები და მერის არჩევნები. ხელისუფლება არ განიხილავს. ვერ გეტყვით რომ არ განიხილავს, მოუწევს განხილვა. როდესაც თქვენს თავაზობთ ხელისუფლებას, უბრალოდ მოითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მან ჯერ გადადგას ეს ნაბიჯები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი. იყო დღეს მოწოდებები იგივე, თუნდაც პიტერსემნების მხრიდან, რომელიც აქტიურად არის ჩართული იმ პროცესში, რომ შედგეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის საუბარი, გაკეთდა მისი მხრიდან ასეთი განცხადება, რომ თავარია ჯერ დაიწყოს მოლაპარაკებები და კომპრომისებზე, რა კომპრომისებიც უნდა მიიღო მხარებმა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი. რატომ გამორიცხავთ, რომ ჯერ დასხდეთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან იმსჯელო და შემდეგ მიიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რის დათმობას აპირებს ხელისუფლება და რა შეიძლება დათმოს ოპოზიცია? მე მგონი ნათელია, რომ ეს პროცესი სწორედ რომ პირიქით არის, იმიტომ რომ შედგა შეხვედრა, შედგა ასთაურთიერთგაცვლა, შემდგომ ხელისუფლებამ თავისი ხედვა და თავისი დოკუმენტი გამოაქვეყნა, ჩვენი ხედვა და ჩვენი დოკუმენტი გამოვაქვეყნეთ. ამიტომ თუ შეხვედრაა, სწორედ ამაზე შეხვედრას აქვს აზრი. სხვა რა მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ ჩვენ? აი რაზე ვისაუბროთ? მაგალითად იმაზე, რომ პრეზიდენტმა რასպես ბრძანა ბაქოში გამოსვლისას, რომ აზერბაიჯანთან კონფედერაციული ურთიერთობებშია საქართველო. ახლა ამაზე ველაპარაკო, სერიოზულად მივიღო მე სააკაშვილის ეს განცხადება და აზერბაიჯანთან კონფედერაციაზე ველაპარაკო. აი რა თემებზეც ელაპარაკო, ამ მზად ვართ ველაპარაკოთ.
მაგრამ პირველი შეხვედრის შემდეგ ბატონ დავით ოპოზიციის მხრიდანაც იქვე თქვენი ალიანსის ლიდერის მხრიდანაც ასევე ხელისუფლების მხრიდანაც იყო მზადყოფნა რომ შემდგარიყო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. რატომ ვერ შედგა ეს მორიგი რაუნდი? ამაზე იყო საუბარი უკვე პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ. იმიტომ რომ ხელისუფლებას არ სურს არათუ შეხვედრა ამ თემებზე. ამ თემებზე ხმამაღლა პოზიციების დაფიქსირებაც კი არ სურს. ამაშია საქმე, ამიტომ არის საჭირო 26 მაისის შეკრებაც, ამიტომ იქნება საჭირო 27-28 მაისი, შესაძლოა ივნისიც. ჩვენ 26 მაისს არ წარმოვსახავთ როგორც იმ დღეთ, როდესაც ყველაფერი დამთავრდება. შესაძლოა არაფერიც არ დამთავრდეს, შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ სწორედ ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს ჩვენც და ხელისუფლებაც, საზოგადოებას, თითოეული მოქალაქე. იმ ფორმულამდე, პრობლემების და კრიზისის დაძლევის იმ ფორმულამდე, რომელიც იქნება მისაღები ამ ქვეყნისთვის. მე რომ მოქალაქე ერთი წელი ტელემაყურებელი ვიყო ახლა და ვუყურებდი ამ პროცესს, მე მეკნებოდა ერთი ასეთი მოთხოვნა 26 მაისს შეკრებილი ხალხისადმი. რა უნდა გავაკეთოთ 26 მაისს? 26 მაისს მოვკიდოთ ხელი 15-ს ოპოზიციონერს და 15-ს ხელისუფლების წარმომადგენელს. ჩავკეთოთ სადმე ოთახში, შემოვარტყათ ამ ოთახს, არ გამოუშვათ ეს ხალხი იქამდე, სანამ არ მოძებნიან გამოსავალს. გამოსავალს ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავებისთვის. ასეთი იძულების მეთოდს უნდა მიმართოს ხალხმა ბატონ და პოლიტიკოსების. პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს ვერ ემსახურება, რომელიც შედეგს ვერ აღწევს, მაშინ ან ასეთი მეთოდით უნდა ვაიძულოთ, რომ რამე გააკეთოს, ან უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს ეს ასპარეზი. და ტრიბუნაზე შეხვდომა და იქიდან საუბარი მარტივია. ტელეეკრანებიდან საუბარი მარტივია. ესკორტების თანხლებით აქეთ-იქეთ სირბილი და ლაპარაკი რომ ქვეყანამ ეხება და ხელისუფლებას. ზოგადად აქ როდესაც საუბარია 26 მაისს ხალხი რისთვის მოდის? ხალხი მე მგონი მოდის იმისთვის, რომ ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ თავს ვაძლევთ უფლებას, ეხლა აქედან ვინმეს რამე ვესაუბროთ, მოგთხოვოს და აი თუ ჩაკეტვა, ჩავკეტოს, თუ რამე ბლოკირება, რამის ბლოკირება უნდა მოხდეს, აი ამ ხალხის ბლოკირება უნდა მოხდეს ჩემი ჩათვლით, რომ მოიძებნოს გამოსავალი. იმიტომ რომ პოლიტიკოსის ფასი არის 0, თუ ის კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტულ გამოსავალს ვერ პოულობს. თორე სამშობლოს სიყვარულზე საუბარი, სააკაშვილი კარგია, ოპოზიცია ცუდია, ამაზე საუბარი ყველა შეუძლია. რომ თქვენ ნახევარზე მეტია ვართ ამ მოვლენების მომსწრენი და დღევანდელ თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოპოზიცია მერიას მიმართა გაფრთხილებით, რომ 26 მაისიდან 26 ივნისამდე აპირებს აქციების ჩატარებას, უნდა ვივარაუდოთ, სავარაუდოდ, რომ შეიძლება ასევე გაგრძელდეს პროცესები კიდევ ერთი თვის განმავლობაში. როდემდე შესაძლოა კიდევ 3 წლის განმავლობაში. ნერვების ომად უკვე შეფასდა ეს სიტუაცია. ზოგადად ეს გაფრთხილება არის გაფრთხილება და რა ვალდებულება რომ აუცილებლად მანდ ვიქნებიო, იმიტომ როგორც იქნება შედეგი, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა საქმეები გვექნება და იმ ხალხსაც სხვა საქმე ექნება, რომელსაც დღეს რუსთაველი თუ ნებისმიერი სხვა ტერიტორია უკავია. ეს გაფრთხილება არის უბრალოდ კანონის მოთხოვნა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს პროცესი, ჩვენ არ ვიცით, რა ფორმებს მიიღებს ეს პროცესი, ჩვენ არ ვართ შეზღუდული ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მაგალითად იყო გარკვეული გაუგებრობა თუ ასთა სხვადასხვაობა, იგივე ქუჩის გახსნასთან დაკავშირებით, აი საკანმა თუ გადაიწია ამით ბრძოლა ხომ არ წავაგეთ და ასე შემდეგ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ტელემაყურებლის უმრავლესობა სწორად აფასებს ამ ამბებს და იცის, რომ ამ პროცესში ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმა და მეთოდი არსებობს. მაგალითისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ მთელი ზაფხული საკნებში ვისხდეთ რუსთაველზე. მაგრამ თუ საკანი რუსთაველზე არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ საპროტესტო აქცია სადმე სხვაგან არ იქნება, ან ზოგადად ჩვენი ბრძოლა თუნდაც ერთი დღით შეჩერდება. ასე რომ 26 მაისამდე გაფრთხილებას აქვს თავისი კანონიერი საფუძველი, მაგრამ რეალურად 26 ივნისამდე დაგვჭირდება ჩვენ რუსთაველზე დგომა თუ 27 ივლისამდე, ამას გვანახებს მომავალი. თქვენ განიხილავთ აქციებს პარალელურ რეჟიმში, იმ შემთხვევაშიც კი თუ კი დაიწყო რეალურად დიალოგი ხელისუფლებასთან, ბატონ დავით. ეს არის ის საკითხი, რასაც თავად ოპოზიციის ლიდერებიც არ მალავენ, რომ მათ შორისაც არის ასთა სხვადასხვაობა. ესე იგი, ოპოზიციის ლიდერებს შორის ასთა სხვადასხვაობა მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის. ასე გამოდის, ხო? იმიტომ რომ მეოთხედ იქნა ეს ნახსენები. მაგალითად, რა ასთა სხვადასხვაობა ამ თემაზე? მე გეტყვით, თუ შეთანხმება მიღწეულია, მაშინ იმ შეთანხმების აღსრულებისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მოწადინებული და არა მიტინგზე სადგომად. მაგრამ თუ ხელისუფლება გვეუბნება, მოდი შეწყვიტეთ ყველაფერი.
მერე მოდით სადმე დავსხდეთ და 2 საათის მერე გამოუცხადოთ ხალხს, ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში არანაირი საპროტესტო აქცია არ შეწყდება. და ამ ამბავში აი რაში ასასვლელობა მითხარით? გაკეთდა ასეთი განცხადებები თავად ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, გუშინაც იყო ასეთი განცხადება ერთ-ერთ რადიო ეთერში გაკეთებული, რომ ოპოზიციის ნაწილი არის დიალოგის მომხრე, ოპოზიციის ნაწილი, ლიდერების ნაწილი არის უფრო რადიკალურად განწყობილი. ეს იყო რადიო ცნობის ეთერში ბატონ კახაკუკავასთან ინტერვიუ და იყო ასეთი განცხადება ბატონი კახასგან. მქონდა აქ მონიშნული ერთი წუთით, რომ ზოგი არის მომხრე დიალოგისა, ზოგი არის უფრო რადიკალური განწყობი და მას ურჩევნია გაგრძელდეს აქციები და მან განაცხადა სიტყვასიტყვით, რომ ეს არის ის საკითხი, რაზეც არის ოპოზიციის ლიდერებს შორის განსხვავებული მოსაზრებები. მე ამ კითხვებს თქვენ გამორიცხავთ მოვლენების ისე განვითარებას, რომ ოპოზიციის ნაწილმა გააგრძელოს დიალოგი ხელისუფლებასთან, ნაწილი კი ისევ დარჩეს ქუჩის აქციების რეჟიმში. მე გამორიცხავ ისეთ მოქმედებას ოპოზიციის რომელიმე ლიდერის ამ პარტიის მხრიდან, რომელიც საერთო მიზნის მიღწევას შეუშლის ხელს. ის ფაქტი, რომ დღეს მაგალითად ზუგდიდში თუ არ ვცდები აქციაზე იყვნენ ლევან გაჩეჩილაძე, თინა ხიდაშელი, მე მგონი კობა დავითაშვილი და იქ არ იყო თქვა სალომე ზურაბიშვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არის წინააღმდეგი ზუგდიდში იმ აქციის გამართვის. არა, ერთი წუთით. დღეს პიტერ სემნებთან შეხვედრაზე ვიყავით მე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ეს ნიშნავს იმას, რომ დავით გამყრელიძე წინააღმდეგია ან რაღაცა პრობლემები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ეს ამას არ ნიშნავს, თუ ყველგან ერთად ვერ ვხედავთ, არ ვხედავთ. ახლა მოდივარ ახლა. შეიძლება დიალოგი და თუ კი მეორე ამბობს, რომ დიალოგს არ აქვს არანაირი აზრი. არანაირი აზრი არ აქვს, ამას არავინ არ ამბობს. ამბობენ სხვადასხვა რამეს. ვიღაცას უფრო მეტად სჯერა რომ ამ გზით შედეგი მიიღწევა, ვიღაცა უფრო არის სკეპტიკურად განწყობილი ამ საქმესთან. ისევე როგორც ვიღაცას უფრო მეტად სჯერა, რომ თქვათ 4 თუ 5 მეტი კერა თუ იქნება დღეს თბილისში საპროტესტო აქციების, ეს უფრო ეფექტიანი იქნება, ვიღაცა შეიძლება სჯერა, რომ ჯობია იყოს ერთი და სერიოზული კერა და იყოს ბევრი სხვადასხვა აქცია, მანიფესტაცია. ეს არ ნიშნავს, მე მეორეს უჭერს მხარს, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არის პოლიტიკური განსხვავება და ეს უნდა იყოს თემა მთავარი განხილვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის აი იმ ნაწილში და ამ ნაწილში რომ განსხვავება ამით დაიქცა ქვეყანა. ქვეყანა იქცევა იმითი, რომ ხელისუფლების შიგნით არ არის განსხვავებული მოსაზრებები. აი ესაა პრობლემა, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მღერის და ცეკვავს ისე, როგორც სააკაშვილი შეუკვეთავს. და არათუ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი. აი პრობლემა იქ არის. განსხვავებული აზრები რომ არ აქვს და ყველა ასე რომაა მიჩერებული სააკაშვილი საით გაიხედავს. ესაა პრობლემა ამ სახელმწიფოს. მეტიც, იქამდე მივიდა საქმე, რომ რკინიგზის ხელმძღვანელი ბატონი ეზუგბაიაც კი ჩართეს პროპაგანდისტულ საქმიანობაში. და გამობძანდა გუშინ და გვეუბნება, რომ თურმე ვიღაცამ სადღაც თქვა, რომ რკინიგზა გადაიკეტება და ამიტომ შევრონი და ექსონი და ვიღაცეები შეწყვიტეს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით. ამაზე ლაპარაკობს რკინიგზის ხელმძღვანელი. და ლაპარაკობს იმ კომპანიებზე, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ 2 და 7 წლის წინ. ამ კომპანიებმა ერთი წუთი დავასრულებ აი ამ პროპაგანდისტული მანქანის თემას. ამ კომპანიებმა აგვისტოს მოვლენების დროს, როდესაც მართლა აფეთქდა რკინიგზა, მაშინ არ შეწყვიტეს ტვირთების გადაზიდვა და ეხლა ვიღაცამ სადღაც თქვა, რომ რკინიგზა შეიძლება გადავკეტო და ამიტომ წაიღეს ტვირთების სხვაგან. და ეს კაცი ლაპარაკობს, რომ 35,000 განმავლობაში შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ პროცესებზე. უმშევარი დარჩება, იმიტომ რომ რუსთაველზე აქციებიაო. სინამდვილეში მას თავისი რკინიგზიდან ხალხის გაშვება უნდა და აბრალებს ამას ოპოზიციას. აი აქამდეა მისული პროპაგანდისტული მანქანა ხელისუფლების და ესაა პრობლემა. ბატონ დავით, თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ამ ხნის განმავლობაში დაძაბულმა ვითარებამ ქვეყანაში გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ პროცესებზე და ეკონომიკურ განვითარებაზე. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, რომელიც ქვეყანაში შექმნილია სააკაშვილის და მისი გუნდის მმართველობის გამო, განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების გამო, რა თქმა უნდა, სერიოზულად შეაფერხა ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა. რა თქმა უნდა შეაფერხა. ამაზე პასუხისმგებელი. ხელისუფლება იმ მომაზე პასუხისმგებელი ამე ხო ვერ იქნება პასუხისმგებელი. ომი გასაგებია რუსთაველზე რამოდენიმე მაღაზიის ვაჭრობის ბრუნვა ნამდვილად შემცირებულია.
ამაზე ნამდვილად ჩვენი პასუხისმგებლობაა. თუმცა იქ სხვა გარემოვაჭრეები ამით ხეირობენ. რუსთაველზე ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია. რა შეიძლება მოსახლეობას ბატონ დავით, დღესაც გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ქუჩის გადაკეთვამ, კერძოდ სანაპიროების გადაკეთვამ გამოიწვია საკმაოდ მძაფრი პროტესტი მოსახლეობის ნაწილის, იმ ნაწილისა, რომელიც არიდნენ ამ მოცემულ მომენტში აქციაზე და გადაადგილდებოდნენ თავიანთი საქმეებისთვის და ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ოპოზიციის მიმართაც შეიძლება გაიზარდოს მოქალაქეების პროტესტი, იმ მოქალაქეებისა, ვინც არ მონაწილეობს აქციებში. თუ ოპოზიცია შეცდომებს დაუშვებს, რა თქმა უნდა, შეიძლება გაიზარდოს და თუნდაც დღევანდელი ინციდენტები არ არის ოპოზიციის შეცდომა. მე გეტყოდით ასე. შეგვიძლია ახლა ამ ეთერში ჩემი ნათქვამი სიტყვები შემდგომ ბევრმა სხვა ეთერმა აიტაცოს, აი უსუფაშვილმა ხო თქვა, რომ განსხვავებულაზე ესე იგი ოპოზიციაში განხეთქილებაო. შეიძლება ასე მოხდეს, როგორც თქვენ ბრძანეთ ახლა უკვე სადღაც რაღაც თქვა, მაგრამ განხეთქილების ფორმულირება არ მეგვიწია. მაინც გეტყვით. მე პირადად ამ აქციის ჩატარებას წინააღმდეგ გაუწიე ხელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ჩვენ შორის არის რაღაცა დიდი გაუგებრობა. დღეს კონკრეტულ აქციას. რატომ? იმიტომ რომ გუშინ და გუშინ წინ, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო მანქანების ჩამორთმევა მოქალაქეებისთვის კანონის დარღვევით. იმიტომ რომ თუ იმ მოქალაქემ სადღაც მოძრაობის წესი დაარღვია და 10 ან 20 ლარიან ჯარიმას იმსახურებს, ამისთვის ეს ძღონი უნდა დაჯარიმდეს და არა მას დახვდნენ ქუჩაში უფორმო კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჩამოყარონ ძირს და წაიყვანონ ეს მანქანები საჯარიმო სადგომზე. ხელისუფლება წამოვიდა პროვოკაციაზე. მე ჩავთვალე, რომ ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან ყოფილიყო კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია მაგისტრალის ქუჩის რაღაცის გადაკეთვაზე, რომ ამითი ხელისუფლება მოიმზადოს ნიადაგი 26 მაისამდე სერიოზული რეპრესიული ღონისძიებების. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე და იმ მოსაზრებებიდან გამომდინარეც, რომ დიახ ჩვენ მე მგონია, მე ასე ვფიქრობ, რომ მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნათ ხელისუფლებას და მინიმალური მოქალაქეებს. მე რა თქმა უნდა ჯერა წარმომიდგენია შეიძლება ითქვას რომ ცოტა საპირისპირო მე გეუბნებით შეხედულებებს, მაგრამ არც ის მგონია, რომ ნახევარი საათით გადაკეტილი გზა ეს არის ის წარმოუდგენელი ამბავი და უსაშველო რაღაცა, რომელიც მოქალაქემ მეორე მხარეც აქვს ამ საქმეს. ან ვერ უნდა მოითმინოს, იმიტომ რომ ამავე ადგილებზე შემთხვევის სატრანსპორტო შემთხვევის გამო ზოგჯერ 3 საათით დაკეტილა ქუჩა. გასაგებია, კი ბატონო. ასე რომ ეს არ არის იმ დონის კატასტროფა, რომელზეც შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, რომ აი ოპოზიცია წავიდა და ეხლა თავის ხალხს ერჩის. გასაგებია, ბატონო, მაგრამ არის მეორე პრობლემა, არის ასევე მეორე მხარე, როგორც თქვენ ბრძანებთ, ოპოზიციის ლიდერების და მათი მხარდამჭერების დამოკიდებულება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც ვერ მოითმინეს და გამოხატეს უკმაყოფილება გზის გადაკეტვის გამო. ისინი იწოდებიან პროვოკატორებად, ხელისუფლების მხარდამჭერებად. რატომ არის მიუღებელი ოპოზიციის ლიდერებისა და მხარდამჭერებისათვის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კონკრეტულ მომენტში არის თავის საქმეზე და არა აქციაზე? მე დღეს რაც კადრებში ვნახე, ქალბატონი სალომე იყო, ბატონი ზვიადი იყო, ძიძიგური, სხვაებიც იყვნენ, რომლებიც პირიქით აწყნარებდნენ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. და ზოგადად ეს ოპოზიციის ლიდერისგან იქნება თუ მოქალაქისგან იქნება, მე არაერთხელ მithქვამს და ამ პოზიციაზე ვარ და ვიქნები მიუხედავად იმისა, ჩემი მხარდამჭერია დაზარალებული თუ თავდასხმელი და ასე შემდეგ. არ შეიძლება ისეთი მოვლენების დაშვება ამ ქვეყანაში, მაგალითად რაც იყო 6 მაისი. მაგალითად პოლიციის სამმართველოსთან. მე მგონია, რომ არ არის სწორი ქუჩაში ჩხუბის გამართვა და ანგარიშწორება ფიზიკური მუშტიკრივით და ასე. ეს არ შეიძლება. მაგრამ არის მეორე რეალობა. მოქალაქეები და ადამიანები, რომლებსაც ამ ხელისუფლებამ ყველაფერი წაართვა, რაც შეიძლება და წაერთვა. სამშობლოს დიდი ნაწილი, ღირსება სრულად, სამსახური სრულად, ქონება სრულად. ეს ადამიანები თავიანთ აღშფოთებას გამოხატავენ. მე ასეთ შემთხვევაში მოქალაქეთა დანარჩენ ნაწილს, რომელსაც მიაჩნია, რომ ცხოვრება მშვენიერია, ვთხოვდი, გაგებით მოეკიდონ იმ ადამიანების ტკივილს და მერწმუნეთ არც ერთ საქართველოს მოქალაქეს. არ სიამოვნებს და ეს არ არის მისი ცხოვრების მოწოდება, რომ იდგეს ტრასაზე და მანქანას არ ატარებდეს სადმე. ეს არ არის მათი არჩევანი, მათი სურვილი. ამ ხალხს ისევე როგორც ოპოზიციის ლიდერებს. ყველას გვირჩევია ჩვენი საქმით ვიყოთ დაკავებული. და ვინაიდან ამ ჩვენი საქმის კეთება ხდება შეუძლებელი, ამიტომ არის ეს საპროტესტო აქციები. იმავე ევროპაში, თქვენივე ეთერში. ძალიან ხშირად ვხედავთ ძალიან სერიოზულ კადრებს. მე არავის არ მოუწოდებ, რომ მაინც და მაინც ფრანგული მოდელი განვახორციელოთ საპროტესტო აქციების და ქუჩაში მანქანები დავწვათ და ვიტრინები ჩავამსხვრიოთ. რა თქმა უნდა არ არის ეს კარგი და სწორი, მაგრამ იმ განათლებულ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ პარიზში და ბერლინში და არ ვიცი ლოს-ანჯელესში ხდება ასეთი ამბები. ამიტომ მე მგონია, ჩემი როგორც პოლიტიკოსის, თქვენი როგორც ჟურნალისტის,
ტელემაყურებლის როგორც მოქალაქის ვალია სიღრმეში ჩავიდეთ, პრობლემას ჩავხედოთ და იმ სიღრმეში პრობლემის გასაღები მოვძებნოთ. და არა ის, რომ ვის რა სიტყვა გაექცა, ვიღაცა შემოარტყა, შეაფურთხა, ესროლა, რაღაცა უწყინა და ასე შემდეგ. შეურაცხყოფელი გამონათქვამები ჟურნალისტების მისამართით მოდი აღარ გავიხსენებ, ასევე მოქალაქეების მისამართითაც გაკეთებულა არაერთხელ, თუნდაც დღევანდელი განცხადება ლევან გაჩეჩილაძის ზუგდიდში გაკეთებული, რომ მან ზუგდიდელებს ვაჟკაცობაც კი დაუწუნა და დააბრალა შიში ყოფნა იმის გამო, რომ ისინი არ მივიდნენ აქციაზე. არის თუ არა ეს შეურაცხყოფა მოქალაქეების? უკაცრავად, ახლა უკვე მე მგონი რაღაცა ზღვრებს გადავდივართ, მე მგონი. როგორ გეკადრებათ, კაცო? ახლა როცა მოუწონებს ვიღაცა რაღაცას, ეს კარგია. და როცა ლევან გაჩეჩილაძეს არა აქვს უფლება მიმართოს ხალხს და უთხრას, რომ მეტი ვაჟკაცობის, მეტი გამბედაობის, მეტი თანადგმის, მეტი პრინციპულობის ნიშანია ის, რომ ისინი მოვიდნენ აქციაზე ბატონო. უკაცრავად, ლევან გაჩეჩილაძეს სურვილი კონკრეტულ მოქალაქეებს რომ ისულიყო თავისი სტანდარტი ვაჟკაცობის და თანამოქალაქეებს ეუბნება, რომ მე ასე ვთვლი ვაჟკაცობას. ამაში რა არის პრობლემა? მიხეილ სააკაშვილმა 3/4 საქართველოს ჩარეცხა და გადაყარა გვერდზე და არ ვიცი, სამშობლოს მოღალატეება და იმად გამოგვაცხადა. ეგ როგორ არის, როგორ თავსდება ამ ამბებში? გადმოდგება და გვასწავლის შკვარს რა არის ქვეყნის სიყვარული. ეს ხდებათ მაშინ ყურში ცუდად, რომ სააკაშვილი რომ ასწავლის შკვარს, როგორ უნდა მოიქცე, რა არის სამშობლოს სიყვარული. და როდესაც შეურაცხყოფებზეა ლაპარაკი, ოპოზიციას სიტყვით თუ შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმეს, მე ვუხდი ყველას ბოდის, ყველას მაგივრად, იმიტომ რომ ეს არასწორია, ლიდერებს გულისხმობ მე, იმიტომ რომ თუ ხარ რაღაცით გამორჩეული და კიდევ მეორე ტრიბუნაზე შედგომა და საუბარი შეგიძლია და ამის უფლება გაქვს, 3-ჯერ და 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი უნდა მოითმინო და უნდა იყო მუდმივად გაწონასწორებული, მაგრამ როდესაც ამაზე ვისაუბრობთ იმაზეც, ხელისუფლება რითი უმასპინძლება თავის მოქალაქეებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელისუფლებას აქვს ყია, პოლიცია. იმაზე თუ რას აკეთებს ხელისუფლება, აუცილებლად ბატონო დავით. რატო გეუბნებით, ეს თუ მორალურ ასპექტში განვიხილავთ ამას, მაშინ აქ ხელისუფლება ოპოზიცია ეს არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ადამიანია. თუ პოლიტიკურ ასპექტში რომ ვინ მეტ გადაცდომას ჩადის, ან ვინ მეტჯერ რაღაცა ხაზს გადააბიჯა, მოდი მაშინ ეს კარგად განვიხილოთ. გამოწვლილვით განვიხილოთ. მე ვთქვი 6 მაისი არ უნდა განმეორდეს. მაგრამ ამით იმას კი არ ვამბობ, 6 მაის დილას და 5 მაის ღამეროს ხდებოდა, ის უნდა განმეორდეს. როდესაც აი ეს ხალხი, ვინც ჩემი აზრით ცუდად მოიქცა და შესაძლოა რაიმე ადმინისტრაციულ ჯარიმას იმსახურებდა, არ ვიცი რისთვის, ცემისთვის თუ ხულიგნობისთვის, აი ჟურნალისტის ინციდენტზე ვლაპარაკობ. ისინი ცუდად რომ მოიქცნენ, მას შემდეგ მთელი სახელმწიფო თავის სააკაშვილიანად უკანასკნელ პატრულის პოლიციელამდე დამთავრებული. მოიქცა 100-ჯერ ცუდად. როდესაც ამ ხალხს მიუვარდა სახლში ღამე და წაიყვანეს სახლებიდან დააკავეს. ჩვენ ვიცით, მაშინაც არაერთხელ ვისაუბრეთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოვწიეთ ამ თემაზე ყველა კითხვაზე გაეცათ პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ჩვენ ყველა, იმიტომ რომ 26 მაისს მე ვთხოვ ხალხს შეგვყაროს სადმე, ან დავიცი იქვე მოედანზე და ოღონდ ხელისუფლებაც მოვიდეს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. ჩვენ თუ გავაგზავნებთ შეჯიბს, ვინ უფრო ისეთი ეპიტეტებით შეამყოფს მოწინააღმდეგე მხარეს. ვინ უფრო გამოჩნდება როგორც სამშობლოსთვის თავგადაკლული პოლიტიკოსი, გინდ ხელისუფლებაში, გინდ ოპოზიციაში. და ამაში თუ გავაგზავნებთ შეჯიბს, ჩვენ დაგვრჩება ძირითადი და მთავარი ქვეყანა და ხალხი გვერდზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და აი ამ გამოსავლის მოძებნისკენ მე მოხარული ვიქნები მიმითითოს მიბიძგოს ყველამ. ჩემთან დამჭეროს და სანამ ხალხი მივა იქამდე რომ შეყაროს პოლიტიკოსები ერთ ოთახში და ჩაკეტოს. სანამ ისინი არ მოძებნიან გამოსავალს. როდი შეიძლება ვივარაუდოთ რომ მართლაც დაპირისპირებულ მხარეებს შედგეს მოლაპარაკების ეგრეთ წოდებული მეორე რაუნდი. იმ წუთში, როდესაც ხელისუფლება თავის პოზიციას დააფიქსირებს 6 პუნქტიან დოკუმენტზე. კი ბატონო. იმ წუთში ჩვენ რაც გავაკეთეთ და რაც გამოვაქვეყნეთ, ეს გავაკეთეთ გულწრფელად. ეს არ არის პიარული ნაბიჯი, როგორც ჩანს ხელისუფლებისგან იყო ის 5 პუნქტიანი პიარული ნაბიჯი, იმიტომ რომ ამას უკვე არაფერი არანაირი რეაქცია არ მოყვა და მოყვა რაღაცა სხვა ამბები, რაც გითხარით, მანქანების დაწიოკება და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა შედეგი, ჩვენ გვინდა გამოსავალი, ჩვენ გვინდა ქვეყნის გზაზე დაყენება. ამისთვის ყველაფერზე წავალთ. აქციებზე, გეგმაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ხელისუფლების წარმომადგენელთან, ბატონ დავით. დასასრულს მინდა გკითხოთ, ოფიციალურად მიეწოდა თუ არა თქვენი ეს გეგმა ხელისუფლებას? აი ეგ შეცდომა დაუშვით, ბოდიშ ვიხდი. როგორც კი მევალ ხვალ ოფისში, მარკიანი კონვერტით გაუგზავნი მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მისამართი იქნებ დამიდგინოთ, რომ სად ჩავაბაროთ ეს დოკუმენტი. თუნდაც დავით ბაქრაძეს შეიძლება გაუგზავნოთ.
ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში. ოფიციალურად არავის არ გაგვიგზავნია და არც ვაპირებთ, ისე როგორც არც სააკაშვილის ხელმოწერით მიმიღია მე რაიმე 5-პუნქტიანი დოკუმენტი. კარგი. დიდი მადლობა ბატონ დავით ოსოფაშვილი გახდა ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი და გვეუბნებთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნებით პირდაპირ ეთერში. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ამჯერად ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ევროპას საინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით არჩიაშვილი. ბატონ დავით აღამშვიდობის. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ დავით, ჩვენ გადაცემის პირველ სტუმართან საუბრობდით და ნათლად ჩანს ისეც არ უნდა ამას მაგალითად მოყვანა სტუმართან საუბრის, რომ ოპოზიცია არის იმავე რეჟიმში, ისევ თვენახევარია გრძელდება აქციები და როგორც ჩანს ოპოზიცია 26 ივნისამდე აფრთხილებს მერიას კიდევ ერთი თვის ვადით. რა გზას მიმართავს ხელისუფლება მისათვის, რომ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს და აქციების რეჟიმი შეიცვალოს მოლაპარაკებების რეჟიმით. დიდი მადლობა მოპატიჟებისათვის. მეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა აი წინა ბლოგზე, მქონდა საშუალება მეყურებინა და ვიტყვი რომ მე მგონი ის ადამიანები ვინც უყურებდნენ ამ ბლოგს და ვისაც მოსმენილი აქვთ არაერთხელ გაცხადებული ოპოზიციის მხრიდან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ აქვთ შეზღუდვები მედია საშუალებებში თავისი აზრის გამოხატვის კუთხით და განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე დარწმუნდებოდნენ, რომ ეს განცხადებები არის გაზვიადებული. იმიტომ რომ ბატონ დავითს ჰქონდა საშუალება სრულად გამოეხატა თავისი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებზე. ეს პრეტენზიები კარგახანი არ მოგვისმენია პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი გადაცემის ამ გადაცემის მაგალითს ყოფილა ასეთი განცხადებები. მეორე ასევე მე მგონი ვინც დღეს უყურებდა და ვინც ბოლო დროს ან თუნდაც 9 აპრილიდან მოყოლებული თვალსადევნებს ოპოზიციის ლიდერების გაცხადებებს, ასევე ეჭვს შეიტანდა ბატონი დავითის ნათქვამში და პოზიციაში, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ერთიანი. იმიტომ რომ ძალიან ცხადად ჩანს, რომ მთელ რიგ პრინციპულ საკითხებზე მათ აქვს სხვადასხვა მოსაზრებები. კონკრეტულად და პრინციპულ საკითხებად იქცა მათთვის ტაქტიკა. არა სტრატეგია, არა მომავალი ამ ქვეყნის განვითარების, არამედ ტაქტიკა, როგორ მოიქცნენ. გადაკეტონ თუ არ გადაკეტონ ქუჩები. ანუ საქართველოს პოლიტიკა მათთვის დავიდა და ქვეყნის განვითარება, საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა დავიდა, ასე ვთქვათ, რუსთაველის პროსპექტის გეოპოლიტიკამდე. და პლუს კიდევ რამდენიმე ქუჩის. და რახან ეს არის ყველაზე პრინციპული საკითხი, ამ ყველაზე პრინციპულ საკითხზე მათ აქვს განსხვავებული მოსაზრებები და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. და არის პრინციპული საკითხი ბატონ დავით, კონკრეტულად რას გააკეთებენ დღეს თუ საერთო მიზნისკენ რა ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ რომ ბუნებრივია ის, რომ მათ აქვს ასეთ სხვადასხვაობა და შემდგომ თანხმდებიან ერთ გადაწყვეტილებაზე. იმის მიუხედავად, რა უნდა მომავალში ქვეყნისათვის, აი რას ხედავს ის ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად საბაზრო ეკონომიკა სრული ლიბერალიზაციით თუ სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა რუსეთთან ალიანსი თუ ნატოში ინტეგრირება ამ საკითხების განხილვის ნაცვლად ოპოზიცია აქცენტს აკეთებს იმაზე და ეს გრძელდება უკვე თვეზე მეტია ქუჩების გადაკეტვა გაგრძელდეს თუ არ გაგრძელდეს მეტი ფიზიკური დისკომფორტი ხელისუფლებას თუ მოსახლეობას თუ არ ვიცი კიდევ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს რომელ სტრუქტურებს თუ ნაკლები დისკომფორტი ხო აი ამ ტაქტიკურ საკითხებზე თუ როგორ მიიყვანონ ხელისუფლება მათთვის სასურველ შედეგამდე არის ბოლო დროს ასეთა სხვადასხვაობა აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ასეთა სხვადასხვაობა იმაზეც თუ რაზე შეიძლება და რაზე არ შეიძლება ლაპარაკი ხელისუფლებასთან და ეს აზრთა სხვადასხვაობა ჩანს რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ რომ ეს ყველაფერი არის ასე ვთქვათ შემთხვევითი რომ ჩვენ მაინც ერთიანები ვართ და რაც უფრო ცხადად იტყვიან რომ აქ არის განსხვავებული მოსაზრებები ტაქტიკაზე და აქედან გამომდინარე მოლაპარაკებების თემებზეც მით უფრო სწრაფად წავა პროცესი ოპოზიცია ამბობს რომ მოლაპარაკებების თემებზე კერძოდ იმ გეგმაზე რომელიც წარმოადგენდა ოპოზიციამ ხელისუფლების პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული 5 პუნქტის სანაცვლოდ ეგრეთ წოდებული 6 პუნქტიანი გეგმა ისინი ამბობენ რომ ეს არის ოპოზიციის ერთიანი გეგმა და ყველა ოპოზიციის ყველა ლიდერი იზიარებს ამ გეგმაში ჩამოთვლილ პუნქტებს და საკითხებს. მე ეჭვმეპარება რომ ყველა იზიარებს ამ გეგმაში ჩამოთვლილ საკითხებს. მე არ ვიცი ზუსტად როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ოპოზიციაში. ბატონი დავითი ამბობდა რომ ხელისუფლებაში ის აღიზიანებს რომ ხელისუფლება ერთიანია, ოპოზიცია კი მრავალფეროვანია, ხო? ბუნებრივია ხელისუფლებაში ერთიანობა მეტი იქნება, იმიტომ რომ ეს ერთი პოლიტიკური გუნდი არის, ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია. მაშინ როცა ოპოზიციაში ვხედავთ დიამეტრალურად განსხვავებული ტემპერამენტისა და მსოფლმხედველობის ადამიანებს და ისინი მაინც ცდილობენ რომ იყვნენ ერთად და
და ეს მცდელობა არის ძალიან ხელოვნური და რაც მალე ჩამოყალიბდებიან მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტების მიხედვით და ტაქტიკური პრიორიტეტების მიხედვითაც, რომ გადაკეტვებით და დისკომფორტის შექმნით უფრო ადრე მიიღწევა შედეგი თუ დიალოგით, მით უფრო სწრაფად წავა პროცესი, რომელიც მთელი საზოგადოებისათვის არის მნიშვნელოვანი. მე მგონია, რომ ეს არის არამხოლოდ ჩემი აზრი, არამედ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის აზრი, რომ დიალოგითაც და ურთიერთდათმობებით შეიძლება ოპოზიცია ამბობს, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ მათ ვერ დაინახეს სურვილი ხელისუფლებისაგან, რომ მათ სურთ რეალური და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი. იცით რა, ახლა მეორეს მხრივ ამას ამბობენ, მაგრამ იგივე ბატონ დავითს თუ დავესესხებით, წინამორბედს ჩემსას თქვენს გადაცემაში, მან თქვა, რომ ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებზე წამოვიდა, რომელზეც ადრე არ მოდიოდა. მაშინ რომელია ესე იგი სწორი, რომ მოდის ხელისუფლება ნაბიჯებზე თუ არ მოდის? ხო, ლაპარაკი იმაზეა ახლა, რომ გადავხედოთ კონსტიტუციურ საფუძვლებს ქვეყნის მოწყობისა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბატონ დავითს ეს ესმის და ამის პარალელურად განმეორება თქვათ იმ სულისკვეთების, რომელიც უფრო ქალბატონ სალომეს ან ქალბატონ ნინოს ახასიათებს. ანუ თქვენ წინავთ ბატონ ოპოზიციის ლიდერებს? ჩემის აზრით ისინი თავისთავად იმიჯნებიან და რაც უფრო არა, საუბარი შეიძლება ყველასთან და ეს ითქვა და ამაში მე უერთდები პრეზიდენტს. რომ საუბარი საჭიროა ნებისმიერ ჯგუფთან, რომელიც პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს. მაგრამ ესე ვთქვათ, კომპრომისი ვისთან მიიღწევა და ვისთან გამოვა თანამშრომლობა ქვეყნის სასიკეთოდ, ეს უკვე მეორე საკითხია. საუბარი ყველასთან, მაგრამ კომპრომისი რაღაცა რაციონალურ საკითხებზე. ვისთან შეიძლება იყოს შედეგიანი დიალოგი და ვინც თანახმარო ძალიან სწრაფად და ეს მართლა არ უნდა იყოს დროში გაჭიმული შედეგი, ისე პროცესი და ამაში დარწმუნება შეიძლება ძალიან მალე, როგორც კი პროცესი დაიწყება. ძალიან სწრაფად მივახციოთ შეთანხმებას კონსტიტუციის ძირითად საფუძვლებზე. სად იწყება და სად თავდება პრეზიდენტის პრეროგატივა და ეს ყველაფერი იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სად არის პარლამენტის და სად არის სასამართლოს, სად არის მთავრობის. ხო, ამ საკითხებზე შეთანხმება ძალიან მალე შეიძლება თუ ამის სურვილი არის. და ეს თუ ამაზე შევთანხმდით, ნებისმიერ ძალასთან, რომელსაც ამის სურვილი აქვს და თუ ვიღაცა სურვილი არ აქვს, ის თავის თავს იყენებს იზოლაციაში. კარგით, რაც შეეხება ამ კონკრეტულ პუნქტებს, ბატონ დავით, რაც ჩამოთვალა ოპოზიციამ თავის 6 პუნქტიან გეგმაში. რამდენად მზად არის ხელისუფლება განიხილოს მათი წინადადებები და ერთგვარი კორექტივები შეიტანოს მის მიერ პირველ რიგში მის მიერ წამოყენებულ შეთავაზებებში ოპოზიციის მისამართით? მე მგონია, რომ ხელისუფლებას თავაზობს ერთ რამეს შევთანხმდეთ სისტემაზე, პრინციპებზე, თამაშის წესებზე, პოლიტიკური ურთიერთობის წესებზე. იქნება ეს არჩევნებით დაწყებული და კონსტიტუციური მოდელით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა, საკითხები და ასე შემდეგ დამთავრებული, ხო? და ოპოზიცია მაინც ცდილობს, მე მგონია, ისევ ყველაზე უფრო რადიკალურად განწყობილი ნაწილის გულის მოგების მიზნით დაიწყოს, ასე ვთქვათ, ადამიანებისა და თავების შესახებ ვაჭრობით, რაც მე ფეოდალიზმს მაგონებს, რომ გადმოაგდე ეს თავი, მერე იქნებ დაგელაპარაკო. ეს არის გზა არაფრისკენ, ეს არის გზა პოლიტიკის პერსონიფიკაციისაკენ და თუ ჩვენ შევთანხმდებით ახალ მოდელებზე, ეს თავისთავად მერე მოიტანს საკადრო საკითხების განხილვასაც და არა პირიქით. ჩვენ გავიხსენეთ ბატონ დავითთან საუბრისას, დავით უსუფაშვილთან საუბრისას პიტერ ცემნების განცხადება, რომ ჯერ თავარი დაიწყოს მოლაპარაკებები და შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ კომპრომისებზე, რა კომპრომისებზე წავლენ მხარეები. რა კომპრომისებისთვის არის ხელისუფლება მზად? მე მიმაჩნდა, რომ 2003 წლის ბოლოდან 2004 წელს, ხომ პრეზიდენტის პრეროგატივის შედარებითი გაზრდა იყო აუცილებელი ქვეყანაში სწრაფად რეფორმების გასატარებლად. მიმაჩნია ეხლაც, რომ ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი და თუ ჩვენ ბოლომდე გადავედით საპარლამენტო მოდელზე, შეიძლება ამან შეაფერხოს ეს პროცესი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი გარესაფრთხეებია. და საპარლამენტო რესპუბლიკას ახასიათებს ბევრად უფრო ხანგრძლივადიანი დებატები და დაგსაქსულობა პოლიტიკური სპექტრის. მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ძირითად საკითხებზე პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის კონსენსუსი, შეიძლება წავიდეთ ამაზეც. საპარლამენტო მოდელის განხილვა. ამ მიმართულებით ვიაროთ, ახლა სხვადასხვა გრადაციები არსებობს საპარლამენტო მოდელის. ხო? და ამაზე შევთანხმდეთ და აქეთკენ ვიაროთ. მაგრამ თუ კი თქვენ ამას ამბობთ და ამას ეთანხმება ოპოზიციის ნაწილიც, მათი განცხადებები ადრეც კეთდებოდა ამ საკითხზე, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ ქვეყნისათვის უმჯობესია ძლიერი პარლამენტი და ძლიერი პრეზიდენტი. ნიშნავს ეს, რომ მმართველი გუნდი არ განიხილავს საპარლამენტო მოდელს, თუ ამ განცხადებით პრეზიდენტმა ერთგვარად მოქმედი პარლამენტი ძლიერებაში შეიტანა ეჭვება. მოდით ამაზე ვიმსჯელოთ რა, ახლა პრეზიდენტმა განაცხადა რაღაცა ზოგადი, ვთქვათ, პრინციპი, რომ ყველა შტო უნდა იყოს ძლიერი.
მე მგონი არც ერთი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ერკვევა პოლიტიკურ მოდელებში, არ უარყოფს ამას, რომ ყველა შტო თავის ფარგლებში უნდა იყოს ძლიერი და ეფექტიანი. მაგრამ სად იწყება ამა თუ იმ შტოს ფუნქციები და სად მთავრდება, ამაზე შეიძლება სჯაბაასი და ამაზე შეიძლება მივახციოთ კონსენსუსს, კომპრომისს, იგივე რესპუბლიკელებთან, სხვებთან. მე მეეჭვება, რომ ყველასთან მოხერხდეს ეს, მაგრამ რაღაცა ძირითად, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სპექტრში ამაზე შეთანხმება მოხერხდეს, რაც საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას დააკმაყოფილებს. ეს შესაძლებელია. ბატონ დავით, მოდი ისევ დაუბრუნდები იმ საკითხებს, რა საკითხებსაც განიხილავს ოპოზიციასთან სასაუბროდ ხელისუფლება და რა საკითხებსაც განიხილავს ოპოზიცია. ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ყოფილა ასეთი შენიშვნებით, რომ ისინი თუკი მოდიან გარკვეულ დათმობებზე, მაშინ სანამ დაიწყება მოლაპარაკებები, რატომ არ სურს ხელისუფლებას სისტემური ცვლილებების დაწყება, მანამდე, სანამ დაიწყება კონსულტაციები ოპოზიციასთან. და ხელისუფლება იწყებს, მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი დღის საკითხი. ხელისუფლება დიდხანს ელოდებოდა, რომ ამ პროცესში მეტი პოლიტიკური ძალა მიიღებდა მონაწილეობას, თუ ეს არ მოხდა, გაგრძელდება პროცესი და პროცესი დაწყებულია, ხო? საპარლამენტო უმცირესობა უკვე შეიკრიბა და მომავალი საკონსტიტუციო საბჭოს სავარაუდო თავმჯდომარის კანდიდატურებს განიხილავს, ხო? ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ალბათ დიდ საიდუმლოებას არ განვაცხადებ, თუ ვიტყვი, რომ ძალიან ცოტა ხნის წინ ლონდონში იყო, თქვათ, შეხვედრა მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისაც საარჩევნო სისტემებზე სამსჯელოდ. ანუ რაღაც პროცესები მიდის და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს, მიუხედავად იმისა, ვინ შეუერთდება ამ პროცესს და ვინ არა. ვინ იყო არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები? მოდით თვითონ თქვან მაშინ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ვის გაუჩნდა უცებ ინტერესი, რომ საარჩევნო სისტემებზე, მოდელებზე, ინგლისურ გამოცდილებაზე და საერთოდ შეხვედრებზე ინგლისში იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის აქტუალურია, მათი წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ. ანუ ეს არიან იმ ძალების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ქუჩის აქციებს მართავენ, ბატონ დავით. აი მანდაც კარგი იქნება თუ რადიკალური ეს სახელი იმიტომ ავირჩიოთ, რომ ძალიან რადიკალური ქცევა და განცხადებები მოდის. ოპოზიცია ჩამოყალიბდება, ვისი არის ეს აქციები და ვისი არა. დღეს, როდესაც ბატონ დავითს უსმენდი, მივიჩნიე, რომ მთელი რიგი აქციები მისთვის არ არის მისაღები, ხო? მაშინ უფრო მკაფიოდ არის ეს გამოსავლენი, რომ თქვათ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ცდილობს შექმნა შტაბ-შტილება, რომ ერთად დგას, რეალურად რა პრინციპებს უჭერს მხარს. ანუ შეიძლება დღეს ითქვას, რომ ეს აქციები ვისი ორგანიზებულია? ქალბატონი ეკაბესელიას თუ ბატონი დავით უსუფაშვილის ერთად თუ ცალ-ცალკე. ანუ შეიძლება ითქვას თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ბატონ დავით, რომ ერთგვარი კონსულტაცია ფარულ რეჟიმში მიმდინარეობს? იცით რა, კონსულტაციებზე როგორც კი იწყება საუბარი, მე მგონი ორივე მხარე ამას აცხადებს, მაგრამ ამ საუბრებიდანაც ჩანს, რომ ადამიანებს იმ რადიკალურ ნაწილში აქვს განსხვავებული შეხედულებები და განსხვავებულ ნაბიჯებზე მე მგონია არიან მზად. და რაც უფრო მალე გამოკვეთენ ამას, მით უკეთესი. ხო და მე ერთიც მინდა ვთქვა, დაუშვათ, ვისი ინტერესი იყო დღეს თავდაცვის სამინისტროსთან მისვლა. იმ დროს, როდესაც 2 დღის წინ ბათუმში ჩატარდა ძალიან სერიოზული შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, რომ გადახედილიყო საქართველოს სამხედრო, ვთქვათ, სტრატეგია და გარკვეულ პრინციპებზე მომხდარიყო შეთანხმება. ეს მოხერხდა, ამაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლებმაც. ანუ ახალი დოკუმენტის კონტურები გამოიკვეთა, რომელიც ითვალისწინებს აგვისტოს აგრესიის შედეგებს და როგორც კი ეს დოკუმენტის კონტურები გამოიკვეთა, უცებ აქცია ეწყობა თავდაცვის სამინისტროსთან, განცხადებით, რომ თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა არის მცდარი. აი რას ნიშნავს და ვის წისქვილზე ასხავს ეს წყალს? ვიღაცებს ძალიან არ მოსწონთ, თქვათ, საუბრები თუ მინიშნებები იმაზე, რომ აწყობს ეს რუსეთს თუ არ აწყობს, ხო? არც მე არ მომწონს და არავისი ბრალდება არ მინდა ხელაღებით, მაგრამ მე უბრალოდ კითხვავს, ვის აინტერესებდა, რომ დღეს მაინც და მაინც, როდესაც ნაბიჯები იდგმება დასავლეთთან ერთად ახალ სამხედრო სტრატეგიის შემუშავებაზე, უცებ თავდაცვის სამინისტროსთან ეწყობა აქცია. თქვენ რა დასკვნების გაკეთების საფუძველს მე ეს სერიოზულ კითხვებს აღმიძრავს და მე მინდა რომ ოპოზიციის მხრიდან მკაფიო პასუხები მქონდეს ამ საკითხებზე. ჩვენი არჩევანი დასავლეთთან ერთად თავდაცვის სისტემის რეფორმის გაგრძელებისას სწორია მათთვის თუ არ არის სწორი? გასაგებია ბატონ დავით, უნდა დავასრულოთ საუბარი, ბოლო კითხვა მინდა ესე დაგისვათ, მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში ვივარაუდოთ, რომ შედგება ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის დიალოგის მომდევნო ეტაპი და რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომ ეს ვითარება არ გაგრძელდეს რომლებიც ძალიან ზოგადია და ძალიან ბევრი დეტალის განხილვა და დაყენება საუბრის პროცესში შეიძლება. შედის ყველაფერი, გარდა ერთისა,
იმ ულტიმატუმისა, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის გადადგომას და პარლამენტის დაშლას. ეს არის მიუღებელი, დაუშვებელი, ამას აქვს თავისი საკონსტიტუციო ვადები, ამ პარლამენტს და ამ პრეზიდენტს ყავს თავისი ამორჩეველი, რომც იყოს, გადადგომის არის არაერთი საკითხი თავად ოპოზიციის გეგმაში ჩამოთვლილი. ნათია, რომ ამ გუნდის მომხრეები ჩადიოდნენ 50%-ზე დაბლა. ამისთანა მონაცემები არ არის. მაგრამ რომც ასე იყოს, ხო? ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სულ 5%-მდე რო დავიდეს რეიტინგი მართველი გუნდისა, რომელიც რეფორმების განხორციელებას ცდილობს. ესეც არ არის იმისი ლეგიტიმური საფუძველი, რომ ყოველ წუთას ახალი არჩევნები ვნიშნოთ, იმის მიხედვით მისი რეიტინგი როგორია. საპრეზიდენტო არჩევნებს არ განიხილავს ხელისუფლება. ანუ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაფართოვება. ბადების შეცვლაზე შეიძლება არასაპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობაც შეიძლება რეალური პოლიტიკის დაგეგმვა განხორციელებაში, ამ მოდელებზე შეთანხმება შეიძლება, თუნდაც ის რას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო მოდელზე შეთანხმდეს კომისია, რომლის თავმჯდომარე ოპოზიცია იქნება და პარლამენტი იღებს ვალდებულებას, რომ გაითვალისწინოს. საარჩევნო კალენდრის გადახედვა არ გულისხმობს ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებს, არის თუ არა მოსალოდნელი, თვითმმართველობის არჩევნების ვადის გადმოწევა ინიციატივამ გაიჟღერა თავად ხელისუფლების მხრიდან და თუმარი ამბობდა, რომ საერთოდ ყველაფერზე ერთი აზრი აქვს. ეს არის ძალიან ასე ვთქვათ არასწორი შეხედულება ხელისუფლებაზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარედან მეც რაღაცა არასწორი შეხედულებები მექმნება ოპოზიციაში, ვისთან რა ურთიერთობებშია და ვის რა აინტერესებს გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მაგრამ ასევე ვიტყვი, რომ მათ ძალიან არასწორი შეხედულება აქვს, თუ თვლიან, რომ არაფერზე კამათი არ მიმდინარეობს და ან თუნდაც პრეზიდენტს არ შეიძლება რაღაცა ურჩიოთ ან მოუთხოვოთ, რომ ესე ჯობია ან ესე. მაგალითად მე გეტყვით, რომ ის რაც ითქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადმოიწიოს, ჩემის აზრით და ძალიან ბევრი ამ სფეროს ექსპერტის, მათ შორის უცხოეთიდან აზრით არის არასწორი. იმიტომ რომ მე მირჩევნია, რომ მიღებული იქნას შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე, საარჩევნო ადმინისტრაციაზე და დარჩეს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ათასობით ადამიანი, ვინც მე ამ ადმინისტრაციაში უნდა ჩაერთოს, იყოს იმ დონეზე გაწვრთნილი, რომ მე მათ მიმართ ეჭვები აღარ გაჩნდეს. მაგრამ შეიძლება ეს იყოს ერთგვარი კომპრომისი, ბატონო, შემოდგომაზე მოვა და არა გაზაფხულზე. ხომ შეიძლება ეს იყოს ერთგვარი კომპრომისი, ის კომპრომისი, რაც დაითანხმებს ოპოზიციას, წავიდეს მოლაპარაკებებზე და თავისი მთავარი მოთხოვნა გადაწყვეტს უკანა პლანზე. საარჩევნო ადმინისტრაციის მზაობის ხარისხს ადგილობრივი არჩევნებისათვის მით უმეტეს თუ მისი არსობრივი გადახედვა და რეფორმირება გვინდა, მაგრამ თუ ეს გახდება კონსენსუსის და კომპრომისის საფუძველი, კი ბატონო. მაგრამ მე ჩემი პირადი აზრი არის, რომ არჩევნები, იგივე ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს იმ დროს, როგორც ეს არის განსაზღვრული კანონით. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ევროპასა ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. დაგულოდოთ პირველი თემა პირდაპირ ეთერში შემდეგ მეწყვილში დაბრუნდება. პირველ თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ამჯერად ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი დეპუტატი გურამ ჩახვაძე. საღამოშვიდობის ბატონო გურამ, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო გურამ, თქვენი როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრის შეფასება დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იმ ვითარებიდან რისი მომწრენიც ვართ უკვე თითქმის თვენახევარია. აქვს თუ არა პერსპექტივა ოპოზიციის ხელისუფლებასთან შეხვედრებს და დიალოგს? პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. დიალოგს რო აზრი აქვს, ამას ჩვენ იქმედებას და ამტკიცებს, იმიტომ რომ საპარლამენტო უმცირესობა და მათ შორის ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ თავიდანვე აირჩია ეს გზა, ანუ დიალოგის გზა და რაც თავარია, ჩვენ ავიღეთ ორიენტირი სისტემის ცვლილებაზე, ჩავთვალეთ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის ყველაზე უფრო კარგი დაძლევის გზა და შედეგიანი გზა არის კონსტიტუციის ცვლილება, მექანიზმი იმისა, რომ შეიცვალოს კონსტიტუცია და შეიცვალოს პოლიტიკური სისტემა, ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ეს განსხვავდება საპარლამენტო კომისიისაგან იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო კომისიაში ვთქვათ, ინიცირება ხდება შეიძლება რაღაც კონსტიტუციის ერთ მუხტთან დაკავშირებით, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს სისტემურ ცვლილებასთან საქმე ეს ერთი. მეორე, სახელმწიფო კომისია ითვალისწინებს არა მხოლოდ პარლამენტში შესული პარტიების და პოლიტიკური ორგანიზაციების მონაწილეობას, არამედ უფრო ფართო სპექტრს პოლიტიკური. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა უარი საკონსტიტუციო კომისიაში. მე ვამბობ თვითონ იდეას და მიდგომას, ის რასაც ფიქრობს ეროვნულ დემოკრატიული პარტია და რაზეც ჩვენ შევთავაზეთ ჯერ კიდევ მარტის თვეში პრეზიდენტს, რომ შეექმნა ესეთი სახელმწიფო კომისია და კიდევ ვიმეორებ, გარდა საპარლამენტო პარტიებისა იქ
შევიდოდნენ არასაპარლამენტო პოლიტიკური ორგანიზაციები, რაც თავარია სახელმწიფო კომისიაში თავს მოიყრიდა საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ასე ვთქვათ, კონსტიტუციონალისტები და რაც თავარია ასევე ეს სახელმწიფო კომისია იქნება ნორმატიული აქტის საფუძველზე, როგორც წესი პრეზიდენტი წერს ბრძანებულებას და პრეზიდენტის ნორმატიული აქტის საფუძველზე იქნება. აქ უკვე ჩაწერილი არის ვადა, თუ როდის უნდა დაასრულოს სახელმწიფო კომისიამ მუშაობა და ეს უკვე ვადის დათქმა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას, როცა აქვს მოლოდინი და ეჭვი ერთის მხრივ, რომ ხომ არ შეიძლება ეს უსასრულოდ გაიწელოს ამ კომისიის მუშაობა. ეს ეჭვი ქონდა არასაპარლამენტო ოპოზიციასაც ვადებზე და პარლამენტის მიერ დამტკიცებაზე კომისიის დასკვნას. ამ ორ ეჭვთან დაკავშირებით პასუხი არის გაცემული ერთის მხრივ ის, რომ კომისიის მუშაობის დასრულების ვადა უკვე თავიდანვე არის განსაზღვრული და ის რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი უკვე ვადაში დაიდება და ეს არის გონივრული ვადა და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს შეიძლება დასრულდეს თქვა წლის ბოლომდე, იმიტომ რომ იმიტომ რომ კონსტიტუცია ეს არ არის რაღაცა მოდელების გადმოღება ავტომატურად, აქ ფუნდამენტალური მუშაობა ჭირდება, ამას ჭირდება საერთაშორისო ექსპერტიზა, მას ჭირდება ჩართვა ჭირდება საერთაშორისო ექსპერტების, ასევე წაღება ამ პროექტის, თქვათ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ეს არის გარკვეული დროს მოითხოვს. ბუნებრივია. ახლა რაც შეეხება მეორე, უნდა დაამტკიცოს თუ არა არსებულმა პარლამენტმა არსებული მიღებული უკვე კონსტიტუციის პროექტი. ამაზეც არის პასუხი. ჩვენ თვლით, რომ ეს უნდა გავიდეს რეფერენდუმზე, ანუ საბოლოოდ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იღებს თუ არ იღებს აი ამ კონსტიტუციას, ეს ერთის მხრივ არის მნიშვნელოვანი და საჭირო და მეორეს მხრივ ჩვენ ვიცით, რომ არსებულმა კონსტიტუციამ ძალიან ხშირი ცვლილება განიცადა, თუნდაც იმის გამო, რომ პარლამენტში იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის, დღესაც ასეთი მდგომარეობა და ესე რომ არ მოხდეს, აქ არ არის საუბარი თქვათ ერთ კონკრეტულ პარტიაზე. მომავალში რომელიმე პარტია თუ შემოდის თქვათ უმრავლესობით პარლამენტში, მას არ ექნება უკვე იმის ცდუნება და საშუალება და მექანიზმი, ხო ეს უნდა ჩაიდოს კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, და ასევე გარდამავალ დებულებებში ახალი კონსტიტუციისა ჩვენ უნდა ჩავდოთ გარდამავალ დებულებებში ჩაიდება თუ როდის ინიშნება არჩევნები. ანუ ის ეჭვები და ის სკეპტიციზმი, რაც არსებობს სახელმწიფო კომისიის მიმართებაში, თქვა აი ამ გზასთან მიმართებაში, მე მგონი ამ ჩემმა პასუხებმა ჩვენ თვლით თქვენ არაერთხელ ახსენეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ არის ამ ინიციატივის უკან? ეს თქვენ გულისხმობთ ფრაქცია ქრისტიან დემოკრატებს, კონკრეტულად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და კიდევ ერთი თქვენს ინიციატივას, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაითვალისწინებს პირველ რიგში უმრავლესობა და შემდგომ დანარჩენი ოპოზიცია? მე როცა ვახსენე მარტის თვეში ჩვენი წერილის თაობაზე, რომელიც გაუგზავნეთ პრეზიდენტს, შემდეგ იყო შეხვედრა უმრავლესობასთან და უნდა გითხრათ, რომ გაიმართა სამი შეხვედრა. პირველ ორ შეხვედრაზე იყო მათი მხრიდანაც სკეპტიციზმი, ასე ვთქვათ, არის საჭირო თუ არ არის საჭირო სახელმწიფო კომისიის შექმნა. და რაზე ვამბობ, რომ დღეს უკვე არის საუბარი უკვე სახელმწიფო კომისიის შექმნაზე, აი ამ იდეამ, ამ დებულებამ გაიჟღერა პრეზიდენტის აი ამ წინადადებებშიც. ანუ მე ვთვლი, რომ ასეთი საუბრები არის გარკვეულწილად შედეგის მომცემი. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს. ეს იქნება რთული პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვაქვს საუბარი აი ამ კომისიის დაკომპლექტების წესზე, თუ ვინ უნდა იყოს თქვა თავმჯდომარე, ანუ პრინციპი როგორი უნდა იყოს, თქვა ვადებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე რთული ალბათ კი არა და ეს იქნება თუ როგორ მოდელს ვირჩევთ ჩვენ, როგორ უნდა იაროს ქვეყანა მომავალში. ანუ ეს არ არის მოკლევადიანი გათვლა, ასე ვთქვათ, ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის მოწყობის. კიდევ ერთ დავუმატებ, რომ კონსტიტუცია არის საფუძველი ყველა ქვეყნის ცხოვრების, ხო? და იმის დამიხედვით, თუ ჩვენ რამდენად ეფექტურ, სამართლიან პოლიტიკურ სისტემას შევქმნით, მასზე იქნება დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. მაგრამ სანამ კომისია შეიმუშავებს პროექტს, ეს პროექტი დაიდება და შემდეგ დადგება პარლამენტის წინაშე თუ გავა რეფერენდუმზე, ჯერ არის საჭირო დრო და ჩაერთვებიან თუ არა ამაში პოლიტიკური ძალები. მე დავსვი კითხვა, რამდენად მოსალოდნელია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ გაიზიაროს თქვენი ინიციატივა, მას შემდეგ რაც თქვენ ორი ეჭვის
ასე ვთქვათ, გაფანტვა მოახერხეთ, რომ ეს არ დადგება პარლამენტში და შეიძლება დადგეს რეფერენდუმზე. მაგრამ ოპოზიციას, არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს თავისი პოზიცია, რომ ჯერჯერობით იგი არ ერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. იქნება თუ არა ეს კომპრომისული ვარიანტი, ერთ-ერთი ვარიანტი და შეთავაზება, რამაც შეიძლება შექმნილი ვითარება განმუხტოს. კომპრომისული ვარიანტი რაზე ბრძანებთ, რომ ოპოზიცია დაპირისპირებულ მხარეებზე გულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. კომისიასთან მიმართებაში თუ ზოგადად ბატონ რა ვითარებაც არის ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი ინიციატივა, რაც არის წარმოდგენილი, რომ ჩაერთოს ყველა პოლიტიკური მხარე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ის მხარე, რომელიც დღეს გას ქუჩაში და აქციების რეჟიმში ესაუბრება ხელისუფლებას, არაპირებს განხილვას არც ერთი საკითხის, მანამ სანამ არ შესრულდება მისი მთავარი მოთხოვნა. სწორედ ამ ვითარების განმუხტვაში რამდენად შეიძლება ამას შეესრულოს დადებითი როლი. დამდგარ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მექანიზმი იყო ზუსტად სახელმწიფო კომისიის შექმნა. საერთოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ორი გზა არსებობს. ერთი არის რეფორმების გზა, თქვათ, რასაც ჩვენ ქადაგებთ, ასე ვთქვათ, ეს არ არის ჩვენი მოგონება და მეორე არის რევოლუციური გზა. სხვა გზა კაცობრიობამ ვერ შეიმუშავა. ჩვენ ვარჩიეთ ეს გზა გამოცდილებით, ის რა მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა იმყოფებოდა, იმ წრეზე, რაზეც დადის უკვე 20 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ვარჩიეთ, რომ ეს უფრო ეფექტური არის და უფრო შედეგის მომცემი არის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი არჩევანი, მაგრამ ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. მე როგორც ვატყობ თვითონ რადიკალურ ოპოზიციაშიც, თქვათ, ის კატეგორიული მოთხოვნა, რომ გადადგეს პრეზიდენტი და რომელიც იყო თავიდანვე, თქვათ, ერთადერთი მოთხოვნა, დღეს მან ეს მოთხოვნა დარჩა, როგორც ეს აბრა, მაგრამ არსებობს კიდევ სხვადასხვა მოთხოვნები, სადაც 6-მდე ეს არის მთავარი მოთხოვნა. მთავარი მოთხოვნა ეს არის, ჩემის აზრით, მთავარი მოთხოვნა ეს არის, მაგრამ იქ არის ქვემოთ კიდევ მოთხოვნები და მათ შორის არის კონსტიტუციაზეც საუბარი. ასე რომ დრო გვაჩვენებს, ჩვენ დრო გვაჩვენებს. ბატონ გურამ, რამდენად შეიძლება ვითარების განმუხტვას დაეხმაროს ის ინიციატივები, რაც აქამდე მოისმინა საზოგადოებამაც, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატებმა სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგებოდა პირველი შეხვედრა წარმოადგინეს ეგრეთ წოდებული 7-პუნქტიანი გეგმა იმისათვის, რომ მომხდარიყო ვითარების მეტნაკლებად გამოხდა და შემდგარიყო დიალოგი, ასევე იყო ინიციატივები, რომ პრეზიდენტი არ იყოს პრეზიდენტი პარტიულ კუთვნილებას გაემიჯნოს, საარჩევნო კალენდარი შეიცვალოს და ასე შემდეგ. ეს კონკრეტული ინიციატივები რამდენად ის რაც წარმოადგენს ქრისტიან-დემოკრატებმა, როგორც მოგეცემათ, თავდაპირველად, ასე ვთქვათ, ორივე მხარე, რადიკალური ოპოზიცია და ხელისუფლება გაავლო ასეთი წითელი ხაზი, დავარქვათ. ერთის მხრივ პრეზიდენტი აცხადებდა და ხელისუფლება, რომ 2013 წლამდე შეუძლებელია რაიმე არჩევნებზე საუბარი და მეორეს მხრივ იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და მეორეს მხრივ იყო ესეთი ხაზი, რომ აუცილებლად პრეზიდენტის გადადგომა და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია და ქრისტიან-დემოკრატებმა გადადგეს ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ნდობა ორ მხარეს შორის არ იყო და სწორი გადაწყვეტილება იყო ეს ჩემის აზრით, რომ ნდობის ამაღლების მიზნით და ეს ხაზები რომ მოხსნილიყო და დამსხდარიყო მხარეები, თქვათ, მოლაპარაკების მაგიდასთან, ხელისუფლებას გადაედგა ეს ნაბიჯი. თუმცა ესეთი შეხვედრა მოხდა ყოველგვარი ამ წინაპირობების გარეშე და ეს კარგია და ეს რაღაც შედეგი არის ბუნებრივია და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. გარდა იმისა, რომ ჩვენ თქვათ საუბრობთ და ჩვენ ვკამათობთ და რა პროცესებიც მიდის საქართველოს, ჩვენ უნდა გავიხედოთ ასევე გარეთ იგივე ევროკავშირი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვირჩევენ, რომ თუკი ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყნის გზით ვიაროთ, თუკი ჩვენ გვინდა ევროკავშირისკენ ავიღოთ გეზი და ესევნებმა განაცხადა პირადად, როცა უმცირესობა მას ხვდებოდა, მაშინ აუცილებლად ყველა ეს საკითხები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდასთან და მას საბოლოოდ ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ რომ ქუჩიდან მაინც ასე დამთავრდება თუ ისე ყოველთვის. და შეხება ინიციატივებს პრეზიდენტის პარტიული კუთვნილების საკითხი და ახალი საარჩევნო კალენდარი, კერძოდ საპარლამენტო არჩევნების რამდენიმე თვით გადმოწევა. ასეთი ინიციატივაც საპარლამენტოსთან დაკავშირებით რაღაც არ მახსენდება, რაც შეეხება პრეზიდენტის არაპარტიულობას, მე მესმის ქრისტიან-დემოკრატების, იმიტომ რომ ჩვენ ვემხრობით როგორ იდეას, იცით,
პრეზიდენტი ჩვენს მოდელში და ანუ საპარლამენტო მოდელში, რაც დავარქმევთ, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი უნდა ედგეს ყოველგვარ აი ამ პოლიტიკურ თამაშებზე მაღლა. ის უნდა იყოს არბიტრი, ის უნდა იყოს მეტნაკლებად ობიექტური, ნეიტრალური, თქვა ძალიან კარგი იქნება, თუ მას არ ექნება პოლიტიკური კუთვნილება, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენლება, კერძოდ უმრავლესობის წევრებმა გაახსენეს ამ ინიციატივის ავტორებს და ამ ინიციატივის მხარდამჭერებს საპრეზიდენტო მმართველობის ისეთი ქვეყნები, სადაც უმეტეს შემთხვევაში პრეზიდენტი არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. არა, აქ დავას ეს არ იწევს. იგივე გერმანიაშიც თქვათ პრეზიდენტი არის ქრისტიან-დემოკრატი, მაგრამ იქ არის ჩამოყალიბებული სხვა კულტურა. უბრალოდ ეს იყო შეთავაზება, ეს ხომ არ გამოიწვევს და ამას შეიძლება რაღაცა ბიძგი მისცეს, რომ ქვეყანაში იყოს ერთი ინსტიტუტი, თუ არის რაღაცა პოლიტიკური კრიზისი, უნდა არსებობდეს თქვა მთავრობას და პარლამენტს შორის, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის და მიდის დავა ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ნეიტრალური, ობიექტური და არბიტრის როლს თამაშობს აი ამ შემთხვევაში. ეს იდეა იყო ძირითადად ჩადებული და ამისი განხორციელების მექანიზმი ჩათვალეს, რომ შეიძლება იყოს, როდესაც პრეზიდენტი არ არის რომელიმე პარტიის წევრი. და დასასრულს ბატონ გურამ, ამ ვითარებაში, როდესაც დაპირისპირება ისევ გრძელდება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, როდესაც გვესმის მოწოდებები, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რეალურად ეს დიალოგი ვერ ხერხდება. რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება თავის შეთავაზებებში ოპოზიციის მისამართი და მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების ამ პოზიციას და ოპოზიციის პოზიციასთან ერთად მოყვეს რეალური დიალოგი. და ჩვენ ახლო მომავალში ველოდოთ ამ შეხვედრის მორიგ რაუნდს. ეს არის ორივე მხარის გადასაწყვეტი და ახლა მე რაღაც პროგნოზების გაკეთება ალბათ გამიჭირდება. ერთი საფრთხე, რომელიც რეალურად არსებობს ქვეყანაში და რაც თქვა დღესაც ჩვენ ნახეთ აი ქუჩაში იყო ესეთი დაპირისპირება, არსებობს რეალური საშიშროება, რომ არ გადაიზარდოს ეს პოლიტიკური დაპირისპირება სამოქალაქო დაპირისპირებაში. მაგალითად, ყველაზე უფრო მეტი საფრთხე რაც შეიძლება დღეს არსებობდეს ქვეყანაში ეს არის, რომ როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მეგობრები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, ყველა ერთმანეთს ვიცნობ და ემოციური ხალხი ვარ და ხო, აი ამაზე არის საუბარი და კიდევ ვიმეორებ, ყველას აქვს თავისი არჩევანი. ის რაც არის საპროტესტო მუხტი მოსახლეობაში, ეს არის ბუნებრივი, იმიტომ რომ ჩვენთან არსებულ კრიზისს, პოლიტიკურ კრიზისს აქვს რაღაც რამდენიმე ნიშანი. უბრალოდ ჩვენ ალბათ დრო არ გვაქვს, მაგრამ ყველა აი ამ ნიშნის გამო იქ არის სხვადასხვა განწყობით გამოსული ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა არსებული ცხოვრებით. იქნება ეს სოციალური თქვათ რაღაც ფასეულობები, რომელიც ჩათვალეს, რომ აი ამ ფასეულობებს შეურაცხყოფა მიეყენა, თქვათ ხელისუფლების მხრიდან არ არის სამართალი, არ არის სასამართლო და ასე და შემდეგ. ამიტომ ეს პროტესტი არის ბუნებრივი, ეს არის სამართლიანი, კანონიერი, როგორც ამბობენ, ლეგიტიმური, მაგრამ პოლიტიკოსების მოვალეობა ამ შემთხვევაში არის ერთი ნაბიჯით წინ გავიხედოთ ჩვენ და აი ამ სიტუაციის და ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მსხვერპლი არ გახდეს მოსახლეობა. დიდი მადლობას მოგახსენებთ, ბატონ გურამ ჩახვაძე გახდა ჩვენი სტუდიის სტუმარი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ გურამ. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია, მე სამშაბათამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.